მოგესალმებით. დღევანდელ გაკვეთილში აგიხსნით, როგორ გამოვიყენოთ აკრილის საღებავები. მაგალითისთვის დავხატა ვაშლს და აგიხსნით, როგორ მივიღოთ მარტივი ფორმიდან უკვე დასრულებული ნამუშევარი. ვისაც მოგწონთ მსგავსი ვიდეოები და გსურთ ხატვის სწავლა, შემომიერთდით ჩემს YouTube არხზე. პირველ რიგში დაგვჭირდება რამდენიმე განსხვავებული ფუნჯი, ერთი ბრტყელთავიანი, რომელსაც გამოვიყენებ ძირითადი ფორმებისთვის და ორი უფრო წვრილთავიანი ფუნჯი დეტალებისთვის. დავხატავ სამი ძირითადი ფერით და დავამატებ თეთრს. პალიტრის ნაცვლად ვიყენებ ერთჯერად თეთრს, საკმაოდ მოსახერხებელია, ხოლო ვხატავ სინთეტიკურ ტილოზე. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ქაღალდი, ასევე ბუნებრივი ტილო. დაგვჭირდება წყალი და ქაღალდის ხელსახვეც. ვაშლის მონახას ვაკეთებ HB ფანქრით. აკრილის საღებავების გამოყენება შეგვიძლია განსხვავებული ტექნიკით. მის სტრუქტურას წყლის რაოდენობიდან გამომდინარე ვაკონტროლებთ. მაგალითად, თუ გვინდა უფრო გამჭვირვალე და ნაზი ფაქტურა, გამოვიყენებთ მეტ წყალს, ხოლო თუ გვინდა უფრო კარგი დაფარვა, ვიყენებთ ნაკმებ წყალს. ასევე შეგვიძლია საღებავი წყლის გარეშე სქელი მონასმებითაც გამოვიყენოთ. აკრილის ზეთი საღებავებთან შედარებით საკმაოდ სწრაფად შრება, ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ. პირველ რიგში ვაშლზე ვდებ ძირითად ტონებს. აკრილის საღებავებით მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია ფენებად ხატვა. პირველ ეტაპზე ვიწყებ საბაზისო ტონებით. ეს არის ქვედა ფენა, რომელიც გვაძნობს საერთო ფორმას და ფერის მიმართულებას. ხოლო შემდეგ, როცა ეს ფენა გაშრება, ზემოდან უკვე ვმუშაობთ უფრო განსაზღვრული კონკრეტული ფერებით. სწორედ ამ ფენების ეტაპობრივად დამატება ქმნის მოცულობას და ნახატი თანდათან იღებს 3D ფორმას. რადგან ვაშლის სფეროს მსგავსია, მასზე შუქჭრტილი ისე ნაწილდება, როგორც მრგვალ ფორმაზე. ნელ-ნელა ღია ტონიდან ვადებთ მუქ ტონებს და ასე ვაშლს ვაძნავთ მოცულობას. შავი ფანქრით მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუქჭრტილის პრინციპის სწორად გაგება. შუქჭრტილის გამოყენების პრინციპი აქ ზუსტად იგივეა. ვაშლს ვადებთ ღია ტონს და ნელ-ნელა ვამუქებთ. ამ შემთხვევაში ვიყენებ საშუალო სისქის აკრილის ფენას და ბევრ წყალს არ ვამატებ. გაითვალისწინეთ, რომ ფუნჯის გარეცხვის შემდეგ ზედმეტი წყალი შეაშროთ ხელსახვედზე, რომ ვაშლზე დადებული ტონები ერთმანეთში ნაზად და თანაბრად გადავიდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერიდან ფერზე გადასვლისას ფუნჯი კარგად გავრეცხოთ, რომ ფერები არ გაჭუჭყიანდეს. პირველი ფენის გაშრობის შემდეგ გადავდივარ მუქი ჩრდილების დადებაზე. ლურჯი და წითელი მუქ იასამნისფერ ტონს მაძღნებს, რომელსაც გამოვიყენებ უკვე ჩრდილების დასახატად. რადგან ძირითადი ტონები დადებულია და ვაშლის ფორმა უკვე გამოიკვეთა, შუქჭრტილის დამუშავების შემდეგ გადავდივარ ფერების ფენებად დამატებაზე და ნელ-ნელა ვცდილობ დეტალების გამოყვანას. დააკვირდით ასევე ფუნჯის მიმართულებას.
სანამ საბოლოო დეტალებზე გადავალ და ვაშლს დავასრულებ, ჯერ მნიშვნელოვანია დაცემული ჩრდილის დახატვა, რომ კონტრასტი უფრო გამოიკვეთოს და ფორმა და ფერები უფრო კარგად დავინახოთ. აქაც მუშაობ ფენების პრინციპით და ვიყენებ საბაზისო ტონს, რომელზეც უკვე ზევიდან დავხატავ უფრო მუქი ტონებით. რადგან ვაშლის ყონწი წვრილია, მისი ფორმის უკეთ გამოსაკვეთად ვიყენებ უფრო წვრილ ფუნჩს. ლურჯის, ყვითლისა და წითლის შერევით შეგვიძლია მივიღოთ მუქი ყავისფერი, რომელსაც შემდეგ ყუნწის დასახატად გამოვიყენებ. თეთრი საღებავით კი ვარეგულირებ ფერის სიღიავეს და სიმუქეს. როგორც ვაშლზე ვიმუშავე იგივე პრინციპით, ვადებ ფოთოლსაც მთლიან საღებავის ტონს და გაშრობის შემდეგ უკვე გადავდივარ დეტალებზე. საღებავების ერთმანეთში მარტივად შესარევად ვიყენებ მასტერხინს. ასე უფრო თანაბარ სისქეს და ფერს მივიღებ. მასტერხინი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საღებავით სქელი ფენის დასახატად. თუ გვინდა ფონი იყოს ერთ ფერში, ამისათვის საჭიროა წინასწარ გავამზადოთ შესაბამისი ფერი, რადგან გაშრობის შემდეგ გაგვიჭირდება პალიტრაზე იგივე ფერის შედგენა. გადავალ ფონის დამუშავებაზე და გამოვიყენებ ცისფერ ფერს, რომელიც ქმნის კონტრასტს და კიდევ უფრო მეტად გამოკვეთავს წითელ ფერს.
ფონის დასახადად გამოიყენეთ დიდი ფუნჯი. შედარებით პატარა ადგილებზე სამუშაოდ გამოიყენეთ წვრილი ფუნჯი. ფონზე უფრო მეტად ერთგვაროვანი ეფექტისთვის გადავატარებ მეორე ფენას. იმისათვის, რომ ვაშლი უფრო ბუნებრივად გამოჩნდეს და არ ჰქონდეს ამოჭრილის ეფექტი, საჭიროა ვაშლსა და ფონს შორის კონტურის დამუშავება, რბილი გადასვლა. ამიტომ წვრილი ფუნჯით ვარბინებთ კონტურს. ნამუშევარს დავამატებ ბოლო დეტალებს და მივიყვან დასრულებამდე. დაცემულ ჩრდილში შევიტან ცივ ტონებს და კიდევ უფრო მეტად გავამუქებ ზედა ფენას. უფრო მეტი კონტრასტისა და ფერების შემოსატანად გამოვიყენებ ყვითელ კონტურს, რომელიც მგონია, რომ უფრო მეტად გააცოცხლებს ნამუშევარს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა ფერი. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გაკვეთილი. კითხვები შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში, სიამოვნებით გიპასუხებთ და შევხვდებით შემდეგ გაკვეთილზე.